მე ვარ სახარებისეული ეკლესია მადლის ხუცესი. ხუცესი არის ის პიროვნება, რომელიც ღმერთისაგან არის დაყენებული და მე 16 წლიდან ვარ მორწმუნე. ეს ხო 1980 წელს, როდესაც კომუნისტების დრო იყო, როდესაც ყველა ათეისტი იყო, არსად ბიბლია არ იყო, მაშინ მე მახსოვს, რომ ბიბლიის ფურცლებს ხელით ვწერდი, ჩუმად სახლში ვინახავდი, რომ უშიშროება არ შემოვარდნილიყო, არ დავეპატიმრებიე, მე მაშინ 16 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, შვილო, მირჩევნია ხულიგანი გამოსულიყავი, რეციდივისტი გამოსულიყავი, იმიტომ რომ სასჯელს მოიხდიდი და ისევ ადამიანი გახდებოდი. მაგრამ შენ რომ გაგაფუჭებს კგბ და უშიშროება, ვერასოდეს ადამიანი ვერ გახდები. ვიც ცოტა ისეთ ასაკში არის, ან ჩემი ხნის არის, მან იცის, რას ნიშნავდა უშიშროების მიერ გაფუჭებული ადამიანი. ჩემი ნათესავები მეუბნებოდნენ, ახალგაზრდა კაცი ხარ, რა თქინდა ღმერთი, მაშინ არც იყო არავითარი რელიგიური მიმდინარეობები. ყველა ამბობდა, არავინ გაგიგოს, რომ მორწმუნე ხარ. ჩემი მეგობრები, როდესაც მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, მეუბნებოდნენ, შენ გასულელებულ ხარ, არავითარი ღმერთი არ არსებობს. როდესაც მე ვეუბნებოდი, რომ ჩვენ ღმერთმა შექმნა, რას ლაპარაკობ, ჩვენ მაიმუნის შთამომავლები ვარ, მიმტკიცებდნენ. მე ვეუბნებოდი, არა, ჩვენ ღმერთმა შექმნა, ისინი მეუბნებოდნენ, არა, მაიმუნი არის შენი წინაპარი. მაგრამ მე ვეუბნებოდი, რომ ღმერთი შექმნილი ვარ ჩვენ. მივარებდა უშიშროება, მივარებდა პარტკომი, მივარებდა კომკავშირის მდივანი და ყველა მეუბნებოდა, დაანები ამას თავი, შენ კარგი მომავალი გაქვს, მაგრამ მე არ შემეძლო დაანებება თავი იმისა, რაც იყო ცოცხალი და ნამდვილი, რასაც ვკითხულობდი მე. და ეს რაღაც ფილოსოფია კი არ იყო ჩემთვის, არამედ მე ვგრძნობდი, როგორ მელაპარაკებოდა ღმერთი, მე ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა ღმერთი, მე ვგრძნობდი, როგორ მესაუბრებოდა უფალი და მე ვგრძნობდი, რომ იესო ქრისტე იყო ჭეშმარიტი ღმერთი და არა უღმერთობა, არა მაიმუნი რო იყო წინაპარი, არამედ ღმერთი იყო ჭეშმარიტი შემომქმედი. და აქედან მოყოლებული მართალია მიუხედავად იმისა, რომ განვიცდიდი ბევრ დევნას, განვიცდიდი ბევრ შეურაცხყოფას და როდესაც ვლაპარაკობდი ღმერთის შესახებ, მოვიდოდნენ და ყველას ეგონა, რომ შეეძლო ჩემი გადათელვა, შეეძლოთ რაღაც ცუდი ეთქვა ჩემზე. ყველა მეუბნებოდა, რომ შენ გიჟი და სულელი ხარ, მაგრამ მე ვეუბნებოდი, ადამიანებო, იცოდეთ, რომ არსებობს ცოცხალი ღმერთი, არა მატერია, არა მხოლოდ ამქვეყნიური, არამედ ადამიანს სულიც აქვს. და დღევანდელ დღეს მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასე საჯაროდ შემიძლია თქვა ჩემი ცოცხალი ღმერთის შესახებ, რომელმაც ჯერ კიდევ 19 წლის წინ მიპოვა მე ცოდვილი ადამიანი და გადამარჩინა და მე მაშინ ვერც წარმოვიდგენდი და ვერც ვიფიქრებდი, თუ შემეძლო ასე აწევა სახარების და მეთქვა ამდენი ხალხისთვის, რომ ღმერთი ცოცხალი არის. რადგან ყოველთვის მალავდი, ბიბლიას ჩუმად ვკითხულობდი, საბანს გადავიფარებდი ღამე, იმიტომ რომ მამა ჩემი და დედა ჩემიც ვიშლი და ამას არ დაინახათ შვილი გვეღუპება და ჩუმად გადავიფარებდი საბანს და ხელით ნაწერ სახარებას ვკითხულობდი იესო ქრისტეს სიტყვებს. მაგრამ ეს დღე არის ნეტარი დღე და სახარებაში წერია, რომ ბოლო დღეებში სულ ყველას ეკადაგება სახარების შესახებ. ბოლო დღეებში სულ ყველას ეკადაგება სასუფევლის შესახებ. ბოლო დღეებში სულ ყველას ეკადაგება იმ ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესახებ, რომელიც არის ცოცხალი ღმერთის რწმენა. და თქვენ ადამიანებო, ამ დღეებში ხართ, როდესაც თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ბიბლია, რომელიც თქვენ სახლებში არის, ეს ლამაზი წიგნი კი არ არის მხოლოდ, არამედ ეს არის ღმერთის სიტყვები, რომელიც გელაპარაკება შენ. და მე როდესაც შლის სახარებას და ვკითხულობ იესო ქრისტეს სიტყვებს, მე ვამბობ ღმერთო, არ შემიძლია შენი სიტყვები უარყო. როდესაც ვიღაც მეტყვის, რომ ასე და ასე ილოცე, ასე და ასე იცხოვრე, მეუბნებიან, შენ თუ არ ეწევი, შენ თუ არ მრუშობ, შენ თუ ქალებში არ დადიხარ, შენ თუ არ იტყვილები, შენ თუ არ ჩხუბობ, რა კაცი ხარ.
მაგრამ მე ვამბობ, მე არ შემიძლია ეს გავაკეთო, რადგან იესო ქრისტე მეუბნება, რომ შენ ისეთი იყავი, როგორიც მე ვიყავი. და ყველა ადამიანი უნდა ასეთი იყოს იესო ქრისტეს. მისი გულები მიუძღვნას ღმერთს და მე მწამს, მე ბევრჯერ დამემოწმა ღმერთმა, რომ ის ჩემთან არის და მე ვიცი, რომ ღმერთი ეხლა ჩემთან არის. მე ვიცი, რომ იესო ქრისტეს თვალები ეხლა მომართული აქვს. მე ვიცი, რომ ბოროტი მძინვარებს. 19 წელიწადი ბოროტს უნდოდა, რომ მე გადავეყლაპე, მოვეკალი, მაგრამ მე ცოცხალი ვარ იესო ქრისტეში დღევანდელ დღეს. და რაც არ უნდა იყოს, მე ყველგან ვიტყვი, რომ ყველა ადამიანებმა იცოდეთ, რომ იესო ქრისტეს თქვენ ძალიან უყვარხართ. მე როდესაც ამ აღსარებლობის გავხდი, პროტესტანტული აღსარებლობის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს განსხვავებული აზრი იყო ადეკვატურად უარყოფითად მიღებული ჩემს ოჯახში და საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ გაბატონებული იყო ერთაზროვნების იდეა, ყველამ ერთნაირად უნდა იფიქროს და ყველამ უნდა იფიქროს ისე, როგორც ფიქრობს სხვები მის გვერდით ყოფი. ასე რომ დღევანდელ დღესაც თუნდაც ის, რომ საზოგადოება ვერ იღებს განსხვავებულ აზრს, ეს უბრალოდ ის არის, რომ ვერა და ვერ დაინგრა მენტალიტეტი ერთაზროვნებისა. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე მოვახვიოთ თავს ადამიანს, რომელმაც იცის ბიბლია. ბოლოს მაინც მინდა დავამატო, რომ არჩევანის თავისუფლება ალბათ ერთ-ერთი უზენაესი ფასეულობა, ალბათ